პენტაგონმა უბრალოდ არ გამოაქვეყნა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების დოკუმენტები. მან გამოაქვეყნა მტკიცებულებები იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც შეუძლებელი უნდა იყოს. ეს არ არის ჭორები ან გაჟონილი ინფორმაცია. ეს არის დოკუმენტირებული შემთხვევები, რომლებსაც პენტაგონი ჯერ კიდევ ვერ ხსნის. და ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი ეს ის მოვლენებია, რომლებსაც ისინი თავად გაჩვენებენ. ნომერი 50. 2023 წლის სექტემბერში FBI ცდილობდა გაეგო, რა დაინახა დრონის ოპერატორმა აშშშ-ს ობიექტზე. გასაიდუმლოებიდან მოხსნილ ვიდეოში მამაკაცი ხსნის, რომ მან და მისმა კოლეგებმა ყველამ დაინახეს კაშკაშა სინათლე ჰორიზონტზე. ბრწყინვალე ნათებით გარშემორტყმული ობიექტი იყო, ციტატა. მეტალიკურად ნაცრისფერი, წაგრძელებული, დაახლოებით 1-2 Black Hawk-ის ვერტმფრენის სიგრძის და აშკარად უფრო დიდი ვიდრე დრონი. ის გავდა რაღაც ტიპის ტრანსპორტს, მაგრამ არ ჰქონდა გამონაბოლქვიან ფრთები. ის ლიბლივებდა დაახლოებით 5000 ფუტის სიმაღლეზე და მოძრაობდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. და შემდეგ 5-დან 10 წამის ისინდე გაქრა. ეს კაცს ძალიან შეეშინდა, მაგრამ იმ ღამით ქალაქს ქარიშხალი დაატყდა თავს. ის ისევ დაძაბული იყო, როცა სასტუმროს ნომერში იჯა, როცა მოგდა, როცა მოულოდნელად ტელევიზორი ჩაქრა. მან FBI-ს უთხრა, რომ მომდევნო 2 ღამის განმავლობაში ძლივს ეძინა და როცა ეძინა, უცნაური სიზმრებით ანჯავდა. ნეტავ კონტაქტი ჰქონდა. სანამ უკეთ გავიგებთ, დავბრუნდეთ იმ დროს, როცა აშშ-ში ამ ყველაფერზე, ანუ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე საუბარი პირველად დაიწყო. ნომერი 59. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს აშშ-სა და ბრიტანეთის დაზვერვა ცდილობდა გაერკვია, ჰქონდათ თუ არა ნაცისტ მეცნიერებს სუპერი იარაღები შექმნილი. მათ მართლაც ჰქონდათ V1 და V2 რაკეტები, მაგრამ გასაიდუმლოებიდან მოხსნილი დოკუმენტები გვიჩვენებს, რომ ევროპაზე ცაში რაღაც დააფიქსირეს და ეს რაკეტა არ იყო. 1948 წლის 4 ნოემბერს აშშ-ს საჰაერო ძალების ევროპული განყოფილების უმაღლესი საიდუმლო დოკუმენტში ეწერა. უკვე გარკვეული დროა გვაწუხებს მფრინავი თეფშების შესახებ განმეორებადი ცნობები. ამ აპარატთაგან ერთ-ერთი, ციტატა, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ნოიბიბერგის საავიაციო ბაზის თავზე ლიბლივებდა. აშშ-ს ხელისუფლება დაბნეული იყო და წერდა, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო ეს აპარატები, ციტატა, შესაძლოა სცილდებოდეს ჩვენი ამჟამინდელი სადაზვერო აზროვნების ფარგლებს. ნომერი 48. საიდუმლო ანგარიშში ამ აპარატთაგან ერთ-ერთი აღწერილი იყო როგორც უკიდურესად მანევრირებადი და აშკარა უნარით თითქმის ჰაერში გაჩერებულიყო, მისი ფორმა წააგავდა ოვალური დისკოს, ზედაპირზე გუმბათის მსგავსი ამობურცულობით. უნარი სწრაფად გაუჩინარდეს მაღალი სიჩქარით ან სრულად დაიშალოს, ასევე უნარი ჯგუფურად ან ძალიან სწრაფად შეკრებილ ფორმაციაში იმოძრაოს. ადამიანის მიერ შექმნილი ვერაფერი შეძლებდა ამას. მაშ რა ნახეს მათ? ნომერი 47. ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც დაევალა ამ უცხოპლანეტური მანქანების შესწავლა, იყო FBI-ს დირექტორი J. Edgar Hooveri. გაიხსნა დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ იქ ამის არ ჯეროდა, მაგრამ თითქმის ყოველ კვირას კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტის დოკუმენტი ხდებოდა მის მაგიდაზე. ერთ-ერთი დოკუმენტი აჩვენებს, რომ 1967 წლის 9 ოქტომბერს ქალი გამოჩნდა FBI-ს ოფისში დალასში. მან განაცხადა, რომ იმ წლის ივლისში უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს. სხვა პლანეტიდან მოსული არსება, რომელმაც მიიღო დედამიწელი ფორმა, წაიყვანა იგი ცაში კოსმოსური ხომალდით და გადასცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მან განაცხადა, რომ უცხოპლანეტელებმა უთხრეს 1962 წლის 22 მამაის ამერიკულმა ძალებმა აფრიკის თავზე გაუშვეს რაკეტა ამოუცნობ მფრინავ ობიექტზე, მაგრამ ხომალდმა თავი დაიცვა ენერგეტიკული ველით. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა 1967 წლის 20 აგვისტოს ანტარქტიდის თავზე კიდევ ერთი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს. ქალი ამტკიცებდა, რომ თუ გამომძიებლები შეძლებდნენ ამ შემთხვევების გადამოწმებას, ეს დაამტკიცებდა, რომ მისი ისტორია ნამდვილი იყო, თუმცა მან უარი თქვა თავისი სახელის გამხელაზე. რადგან როგორც მან გააფრთხილა, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციის გამჟა ხშირად უჩინარდნენ ან უბედური დასასრულებს. უბედური დასასრული ჰქონდათ. როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს, მსგავსი განცხადებები კვლავაც მოდიოდა FBI-ს ოფისებში. 1979 წლის 14 მაისს ლარი სტივენსის სახელად კაცმა ბიუროს წერილი მისწერა. მან აგენტებს თხოვა გამოეძიებინათ ხმები იდუმალი მამაკაცების შესახებ, რომლებიც შავებში იყვნენ ჩაცმული და შავი მანქანებით გადაადგილდებოდნენ, რომლებიც თითქოს და აშინებდნენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მოწმეებს და ზოგჯერ FBI-ს აგენტებადაც კი ასაღებდნენ თავს. ადვილია, ამ დოკუმენტებში ყველა ადამიანი ან შეშლილად ჩავთვალოთ, ან უბრალოდ ყურადღების მების მოსაპოვებლად მოქმედად, მაგრამ ბევრი მოხსენება ძალიან სანდო წყაროებიდან მოდიოდა. ნომერი 46 გუამში განთავსებული 147 საჰაერო და საჰაერო კომუნიკაციების ესკადრონიდან სამი სამხედრო მოსამსახურე იტყობინებოდა, რომ დილის 10:40 საათზე 1946 წლის 14 აგვისტოს მათ დაინახეს 2 ნახევარმთვარის ფორმის ობიექტი, რომლებიც ცაზე სწრაფად გადაადგილდებოდნენ. მათ შეაფასეს, რომ ეს ობიექტები მოძრაობდნენ ამერიკის ყველაზე სწრაფი გამანადგურებელი თვითმფრინავის სიჩქარის 2-ჯერ მეტი სიჩქარით. დაახლოებით 1200 ფუტის სიმაღლეზე მფრენი ობიექტები მოულოდნელად მკვეთრ ზიგზაგურ მანევრებზე გადავიდნენ, სანამ თვალთახედვიდან გაქრებოდნენ. უცნაურად ჟღერს, როცა ამას სამხედრო პირები ამბობენ, მაგრამ ესეთი ანგარიშები გაგრძელდა 21 საუკუნეშიც, ნომერი 45.
მხოლოდ 2 დღეში, 2023 წლის მაისში, 7-მა სხვადასხვა პირმა, რომლებიც ფედერალურ მთავრობაში მუშაობდნენ, აშშშ-ის დასავლეთ ნაწილში ცაში აუხსნელი რაღაცები ნახეს. მოვლენა პირველი. 3-მა დამოუკიდებელმა ფედერალური სამართალდამცავი ორგანოს სპეციალური აგენტების ჯგუფმა განაცხადა, რომ ღამის ცაში დაკიდებული 2 ან 3 მანათობელი წითელი სფერო დაინახეს. მათი მონათხრობის მიხედვით დიდი ობიექტები თითქოს უფრო პატარა სფეროებს უშვებდნენ, თითქმის ისე როგორც დედა ხომალდი უშვებს პატარა აპარატებს. პატარა სინათლეები ქვემოთ დაეშნენ, სანამ ყველა ერთდროულად არ გაქრა. მეორე შემთხვევა. რამდენიმე აგენტმა აღწერა, რომ დაინახეს ერთი წითელი სფერო, რომელიც კლდოვანი მწვერვალის ზემოთ ეკი და თითქოს მასთან იყო დაკავშირებული ნათელი მბრწყინავი ღეროს მსგავსი სხეულით. ობიექტი სრულ სიჩუმეში ლივლიუებდა. ერთმა მოწმეამ ის ბეჭდების მბრძანებლიდან საურონის თვალს შეადარა. დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში უძრავად დარჩა, შემდეგ კი გაქრა. მესამე შემთხვევა. 2-მა აგენტმა განაცხადა, რომ ღამით შეზღუდულ ტერიტორიაზე პირველად დაინახეს მანქანასავით მოძრავი ობიექტი, მაგრამ რაღაც არასწორი იყო. მანქანა, რომელსაც ერთი წითელი და ერთი თეთრი შუქი ჰქონდა, დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე ლივლიუებდა მიწიდან. როცა აგენტები მისკენ დაიძრნენ, ობიექტი გვერდულად გასრიალდა უდაბნოში, ისე როგორც ერთ-ერთმა მოწმე აღწერა, თითქოს საერთოდ არ ჰქონდა წინააღმდეგობა. დღემდე არც მოწმე და არც აშშშ-ის ხელისუფლება არ მიუციათ საბოლოო განმარტება იმის შესახებ, რაც ნახეს. მოდით, შემდეგი მარტივად ვთქვათ. მარტივია, მაგრამ სიგიჟეა. ნომერი 44. ეხლა უკვე განსაიდუმლოებული, კომბინირებული ესკიზი აჩვენებს იმას, რაც მოწმეებმა უთხრეს FBI-ს, რომ დაინახეს ცაში. გარდა ამისა, ეს არ მომხდარა 1940-იანი ან 50-იანი წლების უფოს ისტერიის დროს. ეს მოხდა 2023 წელს. მოწმეებმა აღწერეს ბრინჯაოს ფეტალის ელიფსოიდი, რომელიც ამოხდა თვალის მომჭრელი სინათლიდან და შემდეგ უკვალოდ გაქრა. და ეს მხოლოდ დასაწყისია. ნომერი 43. 1964 წლის 24 აპრილს პოლიციის ოფიცერი ლონი ზამორა დევნიდა სწრაფად მოძრავ მანქანას სოკოროში, ნიუ-მექსიკოში, როდესაც მან მოშორებით დაინახა ალი და გაიგონა უცნაური ღრიალი. იგი ფიქრობდა, რომ ეს შეიძლება შენობის აფეთქება ყოფილიყო, მაგრამ რაც უფრო მიუახლოვდა, შენიშნა, რომ ის დაფრინავდა. კვამლი არ იყო, ღრიალის სიხშირე შეიცვალა. მან მანქანა კიდევ უფრო ახლოს მიაყენა და შენიშნა, რომ თითქოს მიწაზე 2 ფეხით დამაგრებული მბზინავი ობიექტი იდგა. ამ დროს 2 ადამიანი თეთრ კომბინიზონებში ახლოს იმალებოდა. ეს ავარია იყო. მან კიდევ უფრო ახლოს მიაყენა მანქანა, რომ დახმარებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გაისმა ღრიალი და უცებ ობიექტი ვერტიკალურად ზემოთ აიწია. მის ქვემოთ კი ცეცხლი ამოხეთქა. ეს შემთხვევა ცნობილი გახდა როგორც ლონის ზამორას ინციდენტი. არასოდეს დადგენილა რა ნახა მან იმ დღეს, მაგრამ ეს ძალიან ჰგავდა იმას, რაც ერთმა ამერიკელმა მაღალი რანგის დაზვერვის ოფიცერმა 2025 წელს ნახა. ნომერი 42. ეს დეკლასიფიცირებული დოკუმენტი მისი დიდი ნაწილი დაფარულია. ადლუმდებარეობაც კი არ არის მითითებული, მაგრამ დაახლოებით საღამოს 5 საათზე. ამერიკაში მაღალი უსაფრთხოების საცდელ ობიექტზე ერთმა ოფიციალურმა პირმა ცაში სფერო დაინახა და გაიგონა ბგერა. თითქოს ის მიწას დაეჯახა. შემდეგ მან ვერტმფრენი გამოიყენა საძიებლად. ამ კაცმა განაცხადა, რომ მან და კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა დაინახეს ძალიან ცხელი ობიექტი, რომელიც ცაში ლივლიუებდა იმ ადგილის მახლობლად, სადაც პირველი ობიექტი დაეშვა. ის აღმოსავლეთისკენ და შემდეგ სამხრეთისკენ წავიდა და ჩანდა, რომ 2 ნაწილად გაიყო. ორივე დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა. შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა. 2 დიდი სფერო ერთმანეთის გვერდით ლივლიუებდა და თითქოს ანათებდა. ისინი ოვალური ფორმის იყვნენ, ნარინჯისფერი, თეთრი ან ყვითელი ცენტრით და მათგან სინათლე გამოდიოდა. უცებ კიდევ ერთი გამოჩნდა, შემდეგ კიდევ ერთი, სანამ სულ 5 არ გახდა. ყველა ცოტა ხანს ლივლიუებდა და შემდეგ გაქრა. მამაკაცებმა ისინი ისევ დაინახეს მოგვიანებით, თასთან ახლოს, ჰორიზონტალურ ხაზზე მოძრავები. ისინი გაქრნენ, მაგრამ 3-მა მათგანმა უცებ გამოჩნდა სამკუთხედი ფორმაციით. ზუსტად არავინ იცის რა ნახეს, ასე რომ გვაკვირდებიან. ნომერი 41. თუ ასეა, მაშინ ეს შეიძლება ხსნიდეს იმას, რაც NASA-ს ასტრონავტებმა დაინახეს 1972 წლის დეკემბერში, აპოლო 17-ის მისიის დროს. სააგენტომ გადაიღო ფოტო, სადაც ჩანს 3 წერტილი კოსმოსში, თვარიდან დანახული, რომლებიც სამკუთხედს ქმნიან. დღემდე არ არსებობს ერთიანი აზრი, რა არის ესენი. ნომერი 40. 2025 წელს FBI-მ ოფიციალურად წარადგინა ფოტო პენტაგონის ყველა დომენის ასანომალიების გადაჭრის ოფისში, ანუ აროში, როგორც უცნობი ანომალური ფენომენი. პირველი შეხედვით ფოტო სრულიად ცარიელია, უბრალოდ კიდევ ერთი ბუნდოვანი ცის სურათი, მაგრამ თუ დააკვირდებით, პატარა შავი წერტილი ჩანს. ის არაფერს განსაკუთრებულს არ გავს, მაგრამ არც ახსნა აქვს. ისევე როგორც ფიგურა, რომელიც სხვა ფოტოზე გამოჩნდა, ამ შემთხვევაშიც ობიექტს ვერტმფრენის ფორმა ჰქონდა, მაგრამ ცაში ნამდვილად არ იყო ვერტმფრენი, როცა ეს ფოტო გადაიღეს და ნახეს. ხანდახან ეს ობიექტები ძალიან ახლოს მოდიან და თავს უხერხულად გვაგრძნობინებენ. ნომერი 39.
ლადისლავ კრასუსკი, პოლონელი სამხედრო ტყვევე იყო 1944 წელს, როდესაც ტრაქტორს მართავდა გერმანული ბანაკის ახლოს, სადაც ის მუშად მუშაობდა. როცა მან მიაღწია ჭაობიან ადგილს, მოულოდნელად ძრავა გაითიშა და მან შორიდან მაღალი ტონალობის წივილი გაიგონა. მალე ადგილზე გამოჩნდა SS-ის მცველი და დაეხმარა ტრაქტორის დაქოქვაში. მუშებმა ამაზე ბევრი არ იფიქრეს, სანამ 3 საათის შემდეგ. სამუშაო ჯგუფმა ზემოთ აიხედა და დაინახა, როგორ აიწია რაღაც ტიპის აპარატი ვერტიკალურად ცაში. მან ნელა გადაინაცვლა გვერდზე და შემდეგ გაქრა რამდენიმე ხის უკან. ის წრიული იყო და დიამეტრში 225-დან 300 ფუტამდე მუქი რუხი ფერის. ორი ძირითადი სექციით. ერთ-ერთი ნაწილი სწრაფად ტრიალებდა, რაც ქმნიდა იმას, რასაც დოკუმენტები უწოდებენ უწყვეტ დაბინდვას. კრასუსკი მესამბავი მაშინ მოყვა, როცა ომის შემდეგ ASS-ში ჩამოფრინდა. მან დაიფიცა, რომ მასთან ერთად დაახლოებით 18 სხვა ეკიპაჟის წევრმა, პოლონელმა, ფრანგმა და რუსმა, ყველამ ერთი და იგივე ნახა. ეს ინფორმაცია მრავალი წლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა. იმ დროს, როცა ASS-ის ხელისუფლება ხალხს ეუბნებოდა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები არ არსებობენ, ისინი აქტიურად იძიებდნენ ისეთ ამბებს, როგორიც კრასუსკიმ მოყვა. მაგრამ ზოგჯერ თეფშები უბრალოდ თაღლითობა არ იყო. ნომერი 38. გასაიდუმლოებული დოკუმენტები შეიცავს წერილებს, რომლებიც სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის იგზავნებოდა. ისინი აღწერენ ყველაფერს, აუხსნელი მოვლენებიდან დაწყებული, ბავშვების ხუმრობებით დამთავრებული, იმ ქვეყანაში, რომელიც სწრაფად იქცეოდა უცხო პლანეტელებით შეპყრობილ ერად. ამ წერილთაგან ერთ-ერთი დათარიღებულია 1947 წლის 11 ივლისით და მასში ვკითხულობთ, რომ მისის ისტერბრუკმა, როგორც ჩანს, ფრინავი თეფში იპოვა თავისი სახლის ეზოში, ტვინ პოლსში, აიდაჰოში. მან ხმაური გაიგო და გარეთ გავიდა, რომ გაერკვია რა ხდებოდა. მან იპოვა 2 დისკი, რომელთაც პლასტმასის გუმბათი ჰქონდა მიმაგრებული. ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრინავი თეფშები ტვინ პოლსში გამოჩნდნენ. FBI-ის სპეციალური აგენტი გაი ბენისტერი საქმეში ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ პრესა აცხადებდა თითქოს ASS-ის მთავრობა რაღაცას მალავდა, FBI-მ განაცხადა, რომ ფრინავი თეფში სინამდვილეში ადგილობრივი ბავშვების მიერ გაკეთებული მოწყობილობა იყო. შეიძლება ესეც იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სააგენტო სხვა შემთხვევებს სერიოზულად არ ეკიდებოდა. ნომერი 27. 2024 წლისთვის UAP-ის დანახვები აღარ ხდებოდა FBI-ის მაგიდაზე და ძალიან იშვიათი იყო. იშვიათად თუ საერთოდ ხდებოდა ეს ამბები გაზეთებში. მაგალითად, ოქტომბერში მომხდარი შემთხვევა, როცა სირიაში უცნობმა ჯარისკაცმა შეატყობინა, რომ დაინახა უცნაური ფორმის და არათანაბარი თეთრი სინათლის ბურთი. მან აღწერა, რომ ხედავდა რამდენიმე ბრწყინვალებას ან სინათლეს, რომელიც უცნობი წყაროდან მოდიოდა. ეს იყო კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც იმ აუხსნელ მოვლენათა კალათაში მოხდა. ნომერი 26. 1947 წლის 23 სექტემბერს გენერალმა ნეითან ტვაინინგმა, მეტად პატივსაცემმა ოფიცერმა, რომელიც მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების შტაბის უფროსი გახდა, დაწერა საიდუმლო მემორანდუმი სახელწოდებით „მფრინავი დისკოები“. ტვაინინგი არ ხუმრობდა, როცა დაწერა, დაფიქსირებული ფენომენი რეალურია და არა წარმოსახვითი ან გამოგონილი. მან აღწერა დაფიქსირებული ობიექტები, როგორც ისეთები, რომლებიც გამოირჩევიან უკიდურესი ასვლის სიჩქარით, მანევრირებით, განსაკუთრებით ბრუნვით და ქმედებებით, რომლებიც უნდა ჩაითვალოს თავის არიდებად. მან აღიარა, რომ გაურკვეველი იყო, ხომალდი ხელით იმართებოდა, დისტანციურად კონტროლდებოდა თუ ავტომატურად მუშაობდა. მაგრამ ერთში დაწუნებული იყო, რასაც ხალხი ხედავდა, ის რეალური იყო. და მოწმეები არ იყვნენ ყურადღების მაძიებლი, ან ფრინავი თეფშებით შეპყრობილები. ბევრი მათგანი იყო გაწვრთნილი სამხედრო პერსონალი, პილოტები და დამკვირვებლები, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ საჰაერო ხომალდების ამოცნობას. ეს არ ნიშნავდა, რომ ტვაინინგს ჯეროდა თითქოს ეს ობიექტები კოსმოსიდან მოდიოდა. მისი მთავარი შეშფოთება არანაკლებ შემაშფოთებელი იყო, რომ რომელიმე უცხო ქვეყანას შეეძლო შეექმნა რევოლუციური ძრავის ფორმა, რომელიც ჩვენს შიდა ცოდნას აღემატებოდა. შემდეგ ვიღაცა დაიღუპა, როცა ერთ-ერთის დევნას ცდილობდა. ნომერი 35. 1948 წლის 7 იანვარს თომას მანტელი, 25 წლის პილოტი კენტუკის ეროვნული გვარდიიდან დაიღუპა, როცა მისთვის თქმული პოტენციურად საშიში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის დევნას ცდილობდა. იმ დღეს ადრე ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა კენტუკის ქალაქ მეისვილში, რომელიც გუდმენის სამხედრო საჰაერო ბაზიდან დაახლოებით 80 მილითაა დაშორებული, დაიწყეს ადგილობრივ პოლიციაში დარეკვა და ცაში უცნაური ობიექტის გადაადგილების შესახებ შეტყობინება. შემდეგ კიდევ უფრო მეტი ზარი შევიდა. ხალხი აღწერდა ობიექტს, რომელიც არაფერს ჰგავდა, რაც კი ოდესმე ენახათ. ეს ხუმრობა არ იყო. სიტუაცია გამწვავდა, როდესაც სამხედრო საჰაერო ძალების პერსონალმა, მათ შორის ბაზის მეთაურმა და პოლკოვნიკმა, ასევე განაცხადეს, რომ ნახეს ეს ობიექტი. პოლკოვნიკმა ის ძალიან თეთრად აღწერა და თქვა, რომ ობიექტი ქოლგას ჰგავდა, რომლის ქვედა მხარესაც თითქოს წითელი ზოლები იყო. რამდენიმე მოწმე მას მინიმუმ 1 საათის განმავლობაში აკვირდებოდა. იმ დროს 4 F-41 მასტანგი უკვე ჰაერში იყო, მათ შორის მანტელის თვითმფრინავიც. ერთმა თვითმფრინავმა საწვავის შესავსებად დაჯდა, ხოლო დანარჩენებს ობიექტის ჩაჭრის ბჯაჭრის ბრძანება მისცეს. მანტელმა მალე რადიოთი გადმოსცა. ობიექტი ზემოთ და ჩემს წინ არის და როგორც ჩანს, მოძრაობს ჩემი სიჩქარის ნახევარზე, ანუ დაახლოებით 180 მილი საათში.
მან ობიექტი აღწერა როგორც მეტალის და უზარმაზარი ზომის. თავდაპირველად ორი პილოტი აგრძელებდა დევნას, მაგრამ ერთმა საბოლოოდ უკან დაბრუნება გადაწყვიტა. მანტელი კი აგრძელებდა სიმაღლეზე ასვლას. შემდეგ რადიოკავშირი გაწყდა. რამდენიმე წამში მისი თვითმფრინავი ცეცხლმოკიდებულ გროვად ჩამოვარდა. მეორე დღეს გაზეთებში ასეთი სათაურები გამოჩნდა. F-51-11 და კაპიტანი მანტელი განადგურდა მფრინავი თეფშის დევნისას. ASS-ის ხელისუფლებამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მანტელი სინამდვილეში საიდუმლო Skyhook-ის ბუშტს მისდევდა, რომელიც იყო უმაღლესი სიმაღლის კვლევითი მოწყობილობა და იმ დროს საჯაროდ განხილვა არ შეიძლებოდა. დღემდე არსებობს გარკვეული ეჭვი იმაზე, თუ რა ნახა მან სინამდვილეში. ზუსტად ისე, როგორც შემდეგ შემთხვევაში, ASS-ის სამხედროები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ყოველთვის ახსნან, რას ხედავენ მათი თანამშრომლები ცაში. ნომერი 34. 2024 წლის იანვარში, სადღაც ხმელთაშუა ზღვის თავზე, საბერძნეთთან ახლოს, ოპერატორმა შეატყობინა, რომ დაინახა ბრბროლის ფორმის ობიექტი, რომელიც დაახლოებით 424 კვანძის სიჩქარით მოძრაობდა. მან აღწერა, რომ ობიექტს ქვედა ნაწილში ჰქონდა უმოქმედო ზონდი და ის მხოლოდ გემზე დამონტაჟებული მოკლეტალღოვანი ინფრაწითელი სენსორი იყო ხილული. ის იქ იყო და 2 წუთის შემდეგ გაქრა. ASS-ის სამხედრო პერსონალი ხშირად იძლევა ცნობებს ამ ობიექტების შესახებ, რომლებიც მოძრაობენ ისე, როგორც ეს სამეცნიეროდ შეუძლებელია. მაგალითად, როგორც ოპერატორმა დაინახა არაბეთის ზღვის თავზე 2020 წლის ოქტომბერში. ნომერი 23 დეკლასიფიცირებულ ფაილში წერია, რომ ერთმა კაცმა ინფრაწითელი სენსორით შენიშნა მრგვალი, ცივი ობიექტი, რომელიც მოძრაობდა 319 გრადუსით ჩრდილო-დასავლეთისკენ, დაახლოებით 20 მილისაათში. ის ნაწილი, რაც შეუძლებელი იყო, ის იყო, რომ ობიექტს შეეძლო, ციტატა, მოულოდნელი მიმართულების შეცვლა, რაც თვითმფრინავებს უბრალოდ არ შეუძლიათ. როგორც შემდეგი შემთხვევები, ესეც საზოგადოებისთვის საიდუმლოდ ინახებოდა. ნომერი 22. წლების განმავლობაში ASS-ის ხელისუფლება საჯაროდ ამცირებდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მნიშვნელობას. ამტკიცებდა, რომ ისინი სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, თუმცა ჩუმად იძიებდნენ მათ საიდუმლო პროგრამების მეშვეობით. პროექტი სიგნი, პროექტი გრაჯი და მოგვიანებით პროექტი Blue Book. ერთი შემთხვევა, რომელიც ამ დოკუმენტებში მოხდა, ეხებოდა American Airlines-ის DC-6, რომელიც 1950 წელს ვაშინგტონის ეროვნულ აეროპორტს ტოვებდა. აფრენიდან მალევე ეკიპაჟი შეეჯახა იმას, რასაც პილოტმა აღწერა როგორც კაშკაშა, მანათობელი ობიექტი, რომელიც პირდაპირ თვითმფრინავისკენ მოდიოდა. როგორც მარცხნივ გავიხედე, მოგვიანებით პილოტმა განაცხადა, ობიექტი თითქოს გაჩერდა. მამის აღწერა როგორც სრულყოფილად აეროდინამიკური, ფრთებისა და კუდის გარეშე. შემდეგ ობიექტმა მანევრი გააკეთა თვითმფრინავის გარშემო, გადავიდა თვითმფრინავის მარჯვენა მხარეს და ცოტა ხმით თან გახვა, სანამ მოულოდნელად არ აჩქარდა და არ გაუჩინარდა ჰორიზონტზე. ჩვენ კიდევ რამდენიმე წამი ვუყურებდით მას, სანამ ის აღმოსავლეთით არ გაქრა თვალთახედვიდან, თქვა კაპიტანმა. მსგავსი რამ არც მანამდე მინახავს და არც შემდეგ. კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო ცნობები მსგავსი ობიექტების შესახებ, რომლებიც ზოგჯერ ამერიკის ყველაზე სტრატეგიულ ბირთვულ ობიექტებთან ჩნდებოდნენ. ნომერი 31. 1942 წელს FBI-მ საიდუმლო შეტყობინება მიიღო. სამხრეთ კაროლინაში, ASH-ის ატომური ენერგიის კომისიის სავანას მდინარის ქარხმის რამდენიმე თანამშრომელმა დაინახა 4 დისკოს ფორმის მფრინავი ობიექტი, რომლებიც ქარხანას მიუახლოვდნენ და შემდეგ გაუჩინარდნენ. ისინი კვლავ გამოჩნდნენ და ისევ გაუჩინარდნენ. აღწერეს როგორც ოქროს ფერი და მაღალი სიჩქარით მოძრავი ობიექტები. ისინი სრულიად უხმოები იყვნენ. და ეს კიდევ ერთი ანგარიში გახდა, რომელიც მთვერში ჩაიკარგა. ნომერი 30 ისეთივე, როგორც ბატონ ჯონ პეილეგის და კოტროის მიერ გაკეთებული ანგარიში ნიუფაუნდლენდში 1957 წლის ივლისში. ლეჯემ ხელისუფლებას უთხრა, რომ თავისი მაღაზიის გარეთ იდგა, როცა რაღაცამ ცა გაანათა. ეს არ იყო ვარსკვლავის დაცემა, არც თვითმფრინავი. მას მსგავსი რამ არასდროს ენახა. დაახლოებით 15 წამის განმავლობაში მან დაინახა, როგორ დაფრინავდა ეს რაღაც ღამის ცაში, დისკოს ფორმის ობიექტი, რომელსაც კონუსის ფორმის ნათება მოხვებოდა. და ეს იყო ყველაფერი. ანგარიში კონფიდენციალურად შეიტანეს და მრავალი 10 წლეულის განმავლობაში დამალული იყო, ზუსტად ისე, როგორც შემდეგი დეკლასიფიცირებული ანგარიში, რომელიც კიდევ უფრო გასაოცარია. ნომერი 29. როცა მელენორ კორიმ 1947 წლის აგვისტოში სამხედრო დაზვერვის დირექტორს მისწერა, მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ არ სურდა მას მასობრივი ფსიქოლოგიის მსხვერპლად ან გიის მსხვერპლად, ან გიჟად ჩაეთვალათ. ის განათლებული იყო. ის არ იყო დაინტერესებული სულელური მფრინავი თეფშების ისტორიებით. მაგრამ ის, რაც, როგორც ამტკიცებდა, ლოს-ანჯელესში ავტობუსის ფანჯრიდან დაინახა, ადვილად ვერ აიხსნებოდა. თეფშის ფორმის ობიექტი ცაზე დაფრინავდა, რომელსაც უკან კიდევ რამდენიმე მისდევდა. ობიექტებიდან ლამაზი სინათლის სხივები გამოდიოდა. კორი ფიქრობდა, რომ ASH-ის არმია არ ისრო და იდუმალ სხივებს ლოს-ანჯელესის მოსახლეობაზე. მას რას შეესწრო სინამდვილეში? ნომერი 28. 1942 წელს CIA-ის ანგარიშებში ეწერა, რომ მფრინავი თეფშები ზიგზაგით დაფრინავდნენ ბელგიის კონგოს სამთო რეგიონებზე. დოკუმენტების მიხედვით, ბელგიელმა სამხედრო პილოტმა ერთ-ერთ ობიექტს რეაქტიულით დაედევნა და შეძლო დაახლოებით 385 ფუტამდე მიახლოებოდა მას.
მან აღწერა აპარატი როგორც ვერცხლისფერი მბრუნავი ქვედა ნაწილით, რომელსაც შეეძლო მა ერთიზე მეტი სიჩქარის განვითარება. მისი აჩქარებისას, როგორც თქვა, მის უკან ალიჩნდებოდა. CIA-მ ამას დიდი ყურადღება მიაქცია. იმ დროს სააგენტოს კონგოსა და მის ბუნებრივ რესურსებში მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესი ჰქონდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს ნაწილები ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ცხელი წერტილი გახდა. ნომერი 27. FBI-ის მიერ ფაილებში აღმოჩენილ გაზეთების ამონაწერებში შედის ბრიტანული მედიის ანგარიში 1950 წლის 3 დეკემბრიდან. ფერბურთის გულშემატკივრებმა მფრინავი თებში დავში დაინახეს. ანგარიში ნათქვამია, რომ საფეხბურთო მატჩში შეჩერდა, რადგან ასობით გულშემატკივარი ზემოთ აიხედა და ცაში უცნაური თეთრი ფენომენი შენიშნა, რომელიც სწრაფად გადაადგილდებოდა. მახლობლად რაგბის თამაშიც შეჩერდა, როდესაც მოთამაშეებმა ზემოთ აიხედეს და დაინახეს რაღაც, რაც უცხო პლანეტელთა კოსმოსურ ხომალდს გავდა. ASS-ის ხელისუფლება აშკარად აკვირდებოდა რა ხდებოდა ოკეანის გაღმა. მაგრამ სამწუხაროდ, საქაღალდეებში არსებული უმეტესობა გაზეთის ამონაწერებისა არ შეიცავს ახსნას, რას ფიქრობდნენ ASS-ის სააგენტოები ამ უცნაურ მოვლენებზე. ნომერი 26. 2001 წლის ოქტომბერში რუსებმა ASS-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შეტყობინება გაუგზავნეს, რომელშიც უარყვეს, რომ მათ გაუშვეს იდუმალი თვითმფრინავები საქართველოს საჰაერო სივრცეში და დაიწყეს დაბომბვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოთქვა, ხოლო რუსებმა უპასუხეს, რომ რაც იქ ნახეს, რუსული ვერ იქნებოდა, ასე რომ ეს უნდა ყოფილიყო ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. საიდუმლო დეპეშებში ამას ასე უპასუხეს. რუსებს ხანდახან უცნაური თავხედური ტყუილის თქმაც ჩვევიათ. როგორც ჩანს, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ზოგჯერ შეიძლება გამართლების საშუალებადაც გამოიყენონ, მაგრამ იქნებ რუსები მართლები იყვნენ. ახლა კი ნამდვილი კოსმოსური საშინელებათა ფილმის დროა. ნომერი 25. აპოლონ 17-ის მისიაზე ძალიან უცნაური მოვლენები მოხდა. საკომანდო მოდულის პილოტმა რონალდ ევანსმა ანგარიში არნიშნა, რომ მან დაინახა ძალიან კაშკაშა ნაწილაკები ან ფრაგმენტები, რომლებიც კოსმოსურ ხომალდთან ახლოს დაცურავდნენ და ტრიალებდნენ, როცა ხომალდი მანევრირებდა. ლუნარული მოდულის პილოტმა ჰარისონ ჯეკ შმიტმა მას მხარი დაუჭირა და აღწერა, რომ ის რაც დაინახა, მე-4 ივლისის ფოიერვერკებს გავდა. კიდევ ერთმა ასტრონავტმა, მისიის მეთაურმა ევგენი სერნანმა, განსხვავებული გამოცდილება მიიღო. მას ვერ დაეძინა. ამბობდა, რომ მას შემდეგ რაც მან ნათელი ზოლები დაინახა ძლიერი დამთგუნველი სინათლე, რომელიც მატარებლის ფარების მსგავსა დაენთო. ის დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი დაინახა. ეს უბრალოდ ოპტიკური ფენომენები არ ყოფილა. და დედამიწაზე სიტუაცია ასევე უცნაური ხდებოდა. ნომერი 24. ბოლო დოკუმენტების გამოქვეყნება მაჩვენა, რამდენად თავდადებული იყო FBI, რომ შეეგროვებინა UFO-ებთან დაკავშირებული გაზეთების სტატიები. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც თარიღდება 1957 წლის 14 ოქტომბრით, ეხებოდა კაპიტან U.J. Hals, Western Airlines-ის პილოტს, რომელმაც ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ UFO-ები სისულელეა. მაგრამ მან აზრი შეიცვალა, როცა თავად ნახა UFO მობილში, ალაბამა. ის პატარა თვითმფრინავს მართავდა, როცა დაინახა, რასაც მან ბწყინვალე მეტეორი უწოდა, რომელიც ცაში მიფრინავდა. მაგრამ ეს მეტეორი უბრალოდ გაჩერდა და შემოbrunდა, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. შემდეგ მან რამდენიმე მკვეთრი მოხვევა შეასრულა, რამაც ის გააოცა და შეაშინა. და საკმარისია ითქვას, რომ ეს ადრე ურყევი სკეპტიკოსი UFO-ების მიმართ სრულიად შეიცვალა. ის ერთადერთი არ იყო. ნომერი 23 იმავე წელს საზღვაო ძალების გადამგარი ადმირალი დელმერ სეიფარნი, ადამიანი, რომელიც ერთ დროს ამერიკის მართვადი რაკეტების პროგრამას ხელმძღვანელობდა, შემაძურწუნებელ აღიარებას აკეთებს. მან თქვა, რომ უნახავს მტკიცებულება ცაში ობიექტების შესახებ, რომლებიც მოძრაობდნენ ძალიან სწრაფად, ძალიან გონივრულად და იმდენად შეუძლებლად, რომ ისინი არც ASS-ს, არც რუსეთის და არც არავის ეკუთვნოდა. მას თვითონ არასდროს უთქვამს, რომ მფრინავი თებში უნახავს, მაგრამ ერთი რამ ცხადად თქვა, რაღაც აუხსნელი იქ იყო. ეს ადამიანები სერიოზულები იყვნენ, არა გიჟები. და შემდეგ თებშები სიგარებად გადაიქცა. ნომერი 22. 1954 წელს მოწმეები იფიცებდნენ, რომ C-ტიპის ალჟირი თავზე სიგარის ფორმის ობიექტი ნახეს. ობიექტი, რომლის შესახებაც CIA-ის დოკუმენტებში ეწერა, რომ მის უკან ნათელი ლურჯი კვალი რჩებოდა. იმავე წელს კუალა-ლუმპურის ნავსადგურის მუშებმა განაცხადეს, რომ მათ კიდევ ერთი სიგარის ფორმის აპარატი დაინახეს, რომელიც ცაზე სწრაფად მიფრინავდა და ასევე კვალს ტოვებდა. შემდეგ, მომდევნო 5 დღის განმავლობაში, გასაიდუმლოებული დოკუმენტების მიხედვით, კუალა-ლუმპურში კიდევ 3 დამოუკიდებელი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც მოწმეებმა აღწერეს ცილინდრული ფორმის მფრინავი აპარატი. რა იყო სინამდვილეში სიგარის ფორმის ობიექტი? ადამიანები სხვადასხვა კონტინენტზე განაგრძობდნენ შეტყობინებების გაკეთებას. საფრანგეთში სენ-მეზარის მახლობლად მყოფი მოგზაურთა ჯგუფმა ყველამ ერთნაირად აღწერა ნანახი. გიგანტური მფრინავი სიგარი, რომელიც უხმაუროდ მოძრაობდა მათი თავების ზემოთ, დაახლოებით 2000 ფუტის სიმაღლეზე. იყო თუ არა მფრინავი სიგარები რეალური? ნომერი 20. 1. წლების განმავლობაში ASS-ში ამ ანგარიშებს სერიოზულად ეკიდებოდა. ექსპერტები ხშირად ამბობდნენ, რომ ბევრი მოვლენა ბუნებრივი მოვლენებით შოლენებით შეიძლებოდა აეხსნათ, მაგრამ დაახლოებით 20% იმდენად უცნაური იყო, რომ რაციონალურად ახსნა შეუძლებელი იყო.
რაც შეეხება რაციონალურ ახსნას, ერთმა კაცმა, რომელიც ხშირად ჩნდება განსაიდუმლოებულ დოკუმენტებში, თქვა, რომ ზუსტად იცოდა რა იყო ეს აპარატები. ნომერი 20. ჯორჯ კლაინი. ომის დროს ნაცისტური სამხედრო წარმოების სამინისტროს წამყვანი მეცნიერი იყო. ის ასევე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, ვინც ამბობდა, რომ ნაცისტური მფრინავი თეფშები რეალური იყო. ასე რომ, როდესაც FBI აგროვებდა გაზეთების ამონაწერებს, ერთ-ერთი კლაინი აცხადებდა, რომ ეს ყველა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი სინამდვილეში უბრალოდ აშშ-სა და რუსეთის მიერ შექმნილი სუპერიარაღები იყო, რომლებიც მათ ომის ბოლოს ნაცისტი მეცნიერების მოპარვის შემდეგ შექმნეს. პრობლემა ამ თეორიასთან ის არის, რომ მსგავსი ნაცისტური საოცარი იარაღი არასოდეს აღმოუჩენიათ. მიუხედავად ამისა, კლაინი ამტკიცებდა, რომ პირადად მუშაობდა ნაცისტური მფრინავი თეფშის პროტოტიპზე, რომელიც მისი თქმით მხოლოდ 3 წუთში 40,000 ფუტის სიმაღლეზე ადიოდა. იმ დროს დედამიწაზე არც ერთი საჯაროდ ცნობილი საფრენი აპარატი მსგავს ვერ ახერხებდა და შეიძლება კლაინი იტყუებოდა, შეიძლება აჯარბებდა, ან იქნებ მსოფლიოს ზესახელმწიფოები მართლაც ავითარებდნენ ტექნოლოგიებს, რომლებიც ბევრად აღემატებოდა იმას, რაც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი. ნომერი 19. 1944 წელს მაიორმა ჯეიმს ზიჩარელიმ ალაბამაში, ბრუკლის საჰაერო ძალების ბაზაზე, უცნობი მფრინავი ობიექტი ნახა. მან აღწერა ეს როგორც თვითმფრინავი, რომელიც მანამდე არასდროს ენახა, მოკლე და მსხვილი ფრთებით. მან და სხვა ადამიანებმა ბაზაზე ეს ობიექტი რადარზეც დაინახეს. ამბობდნენ, რომ ის ელეგანტურად და უხმაუროდ გადაადგილდებოდა და შემდეგ უბრალოდ გაქრა. მსგავსი ობიექტის დანახვის შემთხვევები ევროპაშიც დაფიქსირდა. მე-18. შვედეთში ბენგტ ნორდენსკი-ოლდმა, შვედეთის საჰედმა შვედეთის საჰაერო ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ მისმა პერსონალმა ბალტიის ზღვის სანაპიროზე შეუძლებელი რამ იხილა. მოწმეებმა აღწერეს მეტალის დისკის ფორმის ობიექტი, რომელიც ისე გადაადგილდებოდა, როგორც არც ერთი ჩვეულებრივი საფრენი აპარატი ვერ შეძლებდა. ანგარიშების მიხედვით, ის ფრენდა ბგერის სიჩქარეზე სწრაფად დაახლოებით 5,000 ფუტის სიმაღლეზე. რაც ამ მოვლენის კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდიდა, იყო მისი მდებარეობა. ახლოს ყოფილ ნაცისტურ კვლევით ობიექტთან, რომელიც შემდეგ საბჭოთა კავშირის კონტროლქვეშ გადავიდა. მაგრამ ერთ კაცს სხვა ახსნა ჰქონდა. ნომერი 17. მაიორი. დონალდ კეიჰო, ყოფილი საზღვაო ქვეითთა კორპუსის ავიატორი, კლეინისგან სრულიად განსხვავებულ თეორიას ფლობდა. განცხადებებში, რომლებიც მოგვიანებით საიდუმლო დოკუმენტებში გამოჩნდა, კეიჰო ამტკიცებდა, რომ მფრინავი თეფშები საერთოდ არ იყო საიდუმლო სუპერიარაღი. ისინი იყო სხვა პლანეტური ხომალდები, რომლებსაც უცხოპლანეტური ცივილიზაცია მართავდა. კეიჰო, ადამიანი, რომელსაც უნდა გაეგო საჰაერო ძალების შიდა მექანიზმები უმეტესობაზე უკეთ, ამტკიცებდა, რომ აშშ-ს მთავრობამ ეს უკვე იცოდა. ის მიზანმიმართულად მალავდა სიმართლეს, რათა თავიდან აეცილებინა საზოგადოებრივი პანიკა. საჰაერო ძალებმა მკაცრად უპასუხეს. ჩინოსნები ამტკიცებდნენ, რომ ისინი გააგრძელებდნენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების გამოძიებას, მაგრამ საჯაროდ უარს აცხადებდნენ, ეღიარებინათ, რომ მფრინავი თეფშები რეალური იყო ან უცხოპლანეტური წარმოშობის. აბა, რას ფიქრობდნენ ექსპერტები კარს მიღმა სინამდვილეში? ნომერი 16. 1945 წლის 5 მაისს აშშ-ს საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნეს სპეციალური ანგარიში ნომერი 14, სახელწოდებით ამოუცნობი საჰაერო ობიექტების ანგარიშების ანალიზი. კვლევამ შეისწავლა დაახლოებით 4,000 ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ხილვის შემთხვევა, რომლებიც ძირითადად ჩვეულებრივი მოქალაქეების, მაგრამ ასევე სამხედროების, პოლიციელების, პილოტებისა და სხვა ოფიციალური პირების მიერ იყო დაფიქსირებული. ანგარიშის დასკვნით ბევრი თითქოს და აუხსნელი მოვლენა შეიცავდა სანდო გაზომბებს ან საკმარის ფიზიკურ მტკიცებულებებს, რათა გაკეთებულიყო მყარი დასკვნები. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოფიციალური კვლევა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. მისი საერთო დასკვნა იყო, რომ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამოუცნობი საჰაერო ობიექტები უცხოპლანეტური წარმოშობის იყოს. მაგრამ ანგარიში ასევე აღინიშნებოდა, რომ რიგი შემთხვევების ახსნა მაინც ვერ მოხერხდა და ყველა მონაწილე არ ეთანხმებოდა დასკვნებს. ნომერი 15. ლურჯი წიგნის დირექტორმა ედვარდ ჯეიმს რუპელტმა, რომელსაც ხშირად მიაწერენ ტერმინის მფრინავი თეფში, სიტყვა ამოუცნობი მფრინავი ობიექტით შეცვლას, სამხედროების პრეს-რელიზი ანგარიშის შესახებ usარგებლოდ მიიჩნია. მან ამის შესახებ წიგნის დაწერაც კი ითავა და თქვა, რომ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან საქმე გვაქვს. მისი აზრით, მათი ყველა ახსნა შეუძლებელი იყო, მაგრამ აქამდე ჩატარებული გამოძიებების სუსტი აღმოჩნდა. ეს მნიშვნელოვანი ნაშრომი იყო. მფრინავი თეფშის ამოუცნობ მფრინავ ობიექტად გადაკეთება უფრო შეესაბამებოდა სამეცნიერო აზროვნებას. მაგრამ ადამიანები ისევ საწყის ეტილში დავბრუნდით. არაფერი ვიცოდით. ან იქნებ ვიცოდით. მე-14. 1960 წელს რასკო ჰილენკო ეტერმა, ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა და შემდეგ საჰაერო ფენომენების ეროვნული საგამოძიებო კომიტეტის წევრმა, New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სენსაცია გამოაცხო. ეს ადამიანი ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო და ახლა ამბობდა, რომ აშშ-ს საჰაერო ძალები საკუთარ თანამშრომლებს აჩუმებდნენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით, რათა სიმართლე დაემალათ. მისივე სიტყვებით, კულისებში საჰაერო ძალების მაღალი რანგის ოფიცრები სერიოზულად ღელავენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე. მაგრამ ოფიციალური საიდუმლოებისა და დაცინვის გზით, ბევრ მოქალაქეს აჯერებენ, რომ უცნობი მფრინავი ობიექტები სისულელეა. ის ზოგ საკითხში ცდებოდა. ყველა თანამშრომელი არ გაუჩუმებიათ. 13 ნომერი.
B29-ის სატესტო მექანიკოსმა რობერტ ბ გარდნერმა თქვა, რომ სან-ფრანცისკოს აეროპორტის თავზე ორი ვერცხლისფერი მწვანე ობიექტი დაინახა, რომლებიც უზარმაზარი სიჩქარით მიფრინავდნენ. მან განმარტა, რომ ისინი ორივე ბოლოში მოჭრილ კონუსს გავდნენ, დაახლოებით 12000 ფუტის სიმაღლეზე მიფრინავდნენ და მათი სიჩქარე 1800 მილი საათში იყო. წელი იყო 1953 და იმ დროს ყველაზე სწრაფი საფრენი აპარატი იყო Bell X1A, რომელსაც შეეძლო დაახლოებით 1600 მილის სიჩქარის განვითარება ბასაათში. არსებობს თუ არა რომელიმე ამ შემთხვევის დამაჯერებელი ფოტოები. ნომერი 12. ერთ-ერთი მოვლენა, რომელმაც ექსპერტები დააბნია, არის ფოტო, რომელიც ერთმა წყვილმა გადაიღო ფერმაში მაკმენვილში, ორეგონში 1950 წელს. Holder Evelyn Trentები ამტკიცებდნენ, რომ მათ დაინახეს თეფშის ფორმის ობიექტი, დაახლოებით 300 ფუტის სიგანის, რომელიც მათი საკუთრების ზემოთ ლივლივებდა და რომელსაც მათი აღწერით ბრტყელი ქვედანაწილი ჰქონდა. CEM ჩუმად შეისწავლა ეს ფოტოები, ხოლო ჟურნალმა Life-მა მოგვიანებით ისინი გამოაქვეყნა, რომ სოფლიო მენახა. წლების განმავლობაში, როგორც ორიგინალურმა ფოტოებმა, ასევე მათმა ნეგატივებმა პროფესიული ანალიზი გაიარეს. 1967 წელს ასტრონომმა უილიამ ჰარტმანმა კოლორადოს უნივერსიტეტიდან მეცნიერმა, რომელსაც სპეციალურად დაევალა კრიტიკულად შეესწავლა და უარეღო ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ მტკიცებები, შოკის მონგრელ დასკვნამდე მივიდა. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შემთხვევა, სადაც ყველა გამოკვლეული ფაქტორი, გეომეტრიული, ფსიქოლოგიური და ფიზიკური, თითქოს შეესაბამებოდა იმ მტკიცებას, რომ განსაკუთრებული მფრინავი ობიექტი, ვერცხლისფერი, მეტალის, დისკის ფორმის, ათეულობით მეტრი დიამეტრში და აშკარად ხელოვნური ორ მოწმის თვალწინ დაფრინავდა. ტრენტებმა თავიანთი ამბავი არასდროს შეცვალეს. 10 წლეულების შემდეგ, როდესაც მათ ინტერვიუ ჩამოართვეს როგორც ხანდაზმულ წყვილს 1997 წელს, ისინი კვლავ ამტკიცებდნენ, რომ ფოტოზე ზუსტად ის იყო აღბეჭდილი, რაც იმპრეს ნახეს. მათ თქვეს, რომ თავდაპირველად ყოყმანობდნენ სურათების გასაჯაროებას, რადგან ეშინოდათ ობიექტი საიდუმლო სამხედრო პროექტის ნაწილი არ ყოფილიყო. და კიდევ ერთი ფოტო იყო, რომელიც ლეგენდარული გახდებოდა. ნომერი 11. ერთ-ერთი FBI-ის დოკუმენტი, რომელიც თარიღდება 1967 წლის 8 ივნისით, გვიჩვენებს, რომ პაულ პიარელმა სააგენტოს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ამტკიცებდა, რომ ნაცისტებმა ააშენეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. პიარელი ამტკიცებდა, რომ 1944 წელს შავ ტყეზე ზემოთ მისი დაფარვა ნახა. ეხლა უკვე გასაიდუმლოებული დოკუმენტი ამბობს. ამ პერიოდში მან დააკვირდა ზემოთ აღწერილ საფრენ აპარატს. ის იყო დისკის ფორმის, დისტანციურად მართვადი და აღჭურვილი რამდენიმე რეაქტიული ძრავით კონსტრუქციის კონსტრუქციის გარე ნაწილზე. მანქანას ჰქონდა გარე ნაწილი, რომელიც ბრუნავდა ცენტრალური გუმბათის გარშემო, ხოლო დანარჩენი ნაწილი უძრავად რჩებოდა. საინტერესოა, რომ ის ამოუცნობი ობიექტები, რასაც ადამიანები ხშირად ხედავენ, ზუსტად გავს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში ნანახებს, მაგრამ პიარომა ფოტო გადაიღო. მისგან მხოლოდ ნეგატივის ქსეროქსის ასლი დარჩა, ამიტომაც ძალიან კაფეო არ არის. ყველაზე რთული ასახსნელი მოვლენებია ისინიც, სადაც რამდენიმე ადამიანმა ერთი და იგივე რამ ნახა. ნომერი 10. 1941 წლის 10 თებერვალს, თითქმის ღამის პირველ საათამდე, აშშ-ს საზღვაო ძალების Douglas R5D ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელშიც 21 ადამიანი იმყოფებოდა, კეპლოვიკის თავზე ცაში მიფრინავდა, როცა ეკიპაჟმა შეუძლებელი რამ შენიშნა. დაახლოებით 1500 ფუტის სიმაღლეზე ოკეანის ზედაპირიდან, მათ ქვემოთ უცნაური მანათობელი ობიექტი გამოჩნდა. ის იყო უხმო, კაშკაშა და მოძრაობდა ისე, როგორც მათ ახსნა არ შეეძლოთ. როგორც იუწყებიან, ბორცზე მყოფმა ყველა ადამიანმა ის დაინახა. ეს იყო დისკის ფორმის ობიექტი, რომლის პერიმეტრზე ნარინჯისფერი წითელი ნათება ანათებდა. როდესაც ობიექტი მიუახლოვდა, პილოტების თქმით მათი ინსტრუმენტები მწყობრიდან გამოვიდა. მიმართულების მაჩვენებელი, მაგნიტური კომპასი და ორი მიმართულების მაძიებელი ერთდროულად გაფუჭდა. შემდეგ, როდესაც თვითმფრინავი ობიექტს მოშორდა, ინსტრუმენტები უცებ ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდა. ინციდენტი წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ შემორჩენილი დოკუმენტები მიუთითებს, რომ საზღვაო დაზვერვამ ეს შემთხვევა სერიოზულად მიიღო. დაახლოებით 9 თვის შემდეგ გამომძიებლები, როგორც იუთვებიან, პილოტს ესტუმრნენ და აჩვენეს მას ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ტების ფოტოების, ერთგვარი ამოცნობის რიგი. კითხეს თუ რომელიმე მათგანი ემთხვეოდა იმას, რაც იმ ღამით ატლანტიკის თავზე ნახა. ეს არ იყო ვინმე, ვინც პოპულარობას ან დიდებას ეძებდა. ის იყო სანდო სამხედრო პილოტი, რომლის მონათხრობით სერიოზულად მიიღეს გამომძიებლებმა. ზუსტად ასე, როგორც შემდეგი მამაკაცი. 9 ნომერი. ისევ 1941 წელს ელ გორდონ კუპერი გერმანიაში F-86 თანდერჯეტით დაფრინავდა, როცა დაინახა ობიექტების ჯგუფი, რომლებიც ადამიანური ინჟინერიით შეუძლებელი მანევრებით გადაადგილდებოდნენ. შემდეგში ის NASA-ში იმუშავებდა მერკურის პროექტში, რომელიც იყო აშშ-ის პირველი კოსმოსური პროგრამა. ის ჭკვიანი და სანდო ადამიანი იყო, ამიტომ როცა თავის უფროსებს უთხრა, რომ ცაში მეტალის ვერცხლისფერი თეფში ნახა, ხალხმა მოусმინა.
NASA-დან პოლკოვნიკის წოდებითა და კოსმოსში გატარებული 222 საათით პენსიაზე გასვლის შემდეგ, მან დაწერა წიგნი, სადაც ამტკიცებდა, რომ მთავრობა აქტიურად აჩერებდა ინფორმაციას ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე. მან დეტალურად აღწერა კიდევ ერთი შემთხვევა, 1957 წელს, როდესაც მისმა ეკიპაჟმა კალიფორნიის ავიაბაზაზე დაფრენილი თეფშის ვიდეო კადრები გადაიღო. როდესაც მან ფილმი ვაშინგტონში გადააგზავნა, ყველაფერი ჩაცკნარდა. მას საკუთარი ისტორიისგან ჩამოაცილეს. სიკვდილის ბოლო ამოსუნთქვამდე ის დარწმუნებული იყო, რომ მთავრობა UFO-ს დაფარვაში იყო ჩართული. ზოგიერთი ისტორია უბრალოდ ძალიან გიჟურია, რომ რაციონალურად ახსნა შეძლო. ნომერი 8. წლების განმავლობაში არსებობდა მტკიცებები, რომ CIA-მ UFO-ები ყურადღების გადატანის საშუალებად გამოიყენა. შესაძლოა ამ იდეაში სიმართლის მარცვალი იყოს, მაგრამ დეკლასიფიცირებული დოკუმენტები უფრო რთულ სურათს გვაჩვენებს. CIA-ს შიგნით ზოგიერთი ადამიანი ოფიციალურად სერიოზულად იყო შეშფოთებული იმით, რასაც საზოგადოებაში მზარდ მიმდობლობად მიიჩნევდა და იმით, თუ როგორ შეიძლებოდა მტრულად განწყობილ ძალებს ეს გამოეყენებინათ. ზოგიერთი დოკუმენტი კი განიხილავდა საბჭოთა კავშირის მიერ ორგანიზებული მასობრივი ისტერიის ან ფსიქოლოგიური ომის საფრთხეს, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების პანიკაზე იქნებოდა აგებული. ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ სააგენტოს უნდა შეემცირებინა საზოგადოების ამჟამინდელი მინდობლობა და შესაბამისად მათი მოწყვლადობა პროპაგანდის მიმართ. ამ შეშფოთებამ ხელი შეუწყო რობერტსონის პანელის შექმნას 1953 წელს, რომელსაც მხარს უჭერდა CIA და თავმჯდომარეობდა ჰოვარდ ფეი რობერტსონი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფიზიკოსი. მისი მისია იყო მარტივი: გამოეძიებინა მფრინავი თეფშების ფენომენი და საბოლოოდ გაენადგურებინა ეს მითი. და როდესაც პანელი საბოლოოდ შეუდგა მუშაობას, ეს მოხდა. მე-7. იმავე წელს, როდესაც პანელი შეიკრიბა, კალიფორნიაში ჯორჯის საჰაერო ძალების ბაზაზე განთავსებულმა მაიორმა განაცხადა, რომ დაინახა 5 უზარმაზარი დისკის ფორმის ობიექტი, რომლებიც ბაზის თავზე ფორმაციით მიფრინავდნენ და ის ერთადერთი მოწმე არ ყოფილა. მომდევნო 12 კვირის განმავლობაში იმავე ბაზაზე კიდევ 9 მსგავსი ობიექტის დანახვის შესახებ განაცხადეს. შემდეგ იმავე დღეს, როდესაც მაიორმა დისკები დაინახა არიზონაში, დევის მონთანის საჰაერო ძალების ბაზაზე სამხედრო პერსონალმა განაცხადა, რომ მათაც დაინახეს რაღაც არანაკლებ უცნაური. 12 გაურკვეველი ობიექტი, რომლებიც ფორმაციაში მიფრინავდნენ, სავარაუდო სიჩქარით 1500-დან 2000 მილამდე საათში. ეს იყო ისეთი შესაძლებლობა, რომელიც 1950-იან წლებში საჯაროდ არსებულ ნებისმიერ ტექნოლოგიას აღემატებოდა. Legendarily located SR-61 Blackbird-ი საიდუმლო ზონა 51-დან მხოლოდ 1960-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდებოდა და ამ სუპერსტრაფი აპარატების ხიუბები მხოლოდ აშშ-ს შემოიფარგლებოდა. 1953 წლის სექტემბერში ნატოს სამხედრო გემები, რომლებიც ოპერაცია მეინბრეიში მონაწილეობდნენ, ჩრდილოეთ ატლანტიკის გადაკვეთას ახდენდნენ. მისიის დროს დანიის საზღვაო სარდალმა და მისმა ეკიპაჟმა განაცხადეს, რომ ცაზე დაახლოებით 900 მილი საათში სიჩქარით მოძრავი მანათობელი სამკუთხა ობიექტი შენიშნეს. ის ასევე ანათებდა უცნაური ლურჯი ნათებით. მომდევნო კვირების განმავლობაში სწავლებაში მონაწილე პერსონალმა კიდევ რამდენიმე მსგავსი შემთხვევა დააფიქსირა. არც ერთი მათგანი არ ყოფილა ახსნილი. ამის შემდეგ ინციდენტი მოხდა იორკშირში, ჩრდილოეთ ინგლისში. სამეფო საჰაერო ძალების პერსონალმა განაცხადა, რომ უცნობი ობიექტი ფრემის დროს მათ მეტეორ-რეაქტიულ გამანადგურებელს აედევნა. ერთ-მა ავიატორმა მოგვიანებით აღწერა, ობიექტი როგორც ვერცხლისფერი დისკო. მისი თქმით, ის შეჩერდა დაშვებისას და ჰაერში ეკიდა, ბრუნავდა თითქოს საკუთარ ღერძზე. შემდეგ მან წარმოუდგენელი სიჩქარით დააჩქარა დასავლეთისკენ. მაგრამ რა მოხდა მაშინ, როცა გამომძიებლებს სჯეროდათ, რომ მათ მხოლოდ დანახული კი არა, არამედ რეალური ფიზიკური მტკიცებულებაც იპოვეს. ნომერი 5. Arthur Stanceli, ტექნიკოსი, რომელიც ნევადის სატესტო პოლიგონთან იყო დაკავშირებული, მოგვიანებით ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ლეგენდის ნაწილი გახდა. ფიცით მიცემულ განცხადებაში მან განაცხადა, რომ 1953 წლის 21 მაისს მან დახმარება გაუწია არიზონას ქალაქ კინგმანის მახლობლად ჩამოვარდნილი უჩინარი მფრინავი ობიექტის ნაწილის აღდგენაში. მისი მონათხრობის მიხედვით, ობიექტი იყო, ციტატა, უცნობი ლითონისგან დამზადებული, რომელიც გახეხილ ალუმინს ჰგავდა. მან თქვა, რომ მან და კიდევ რამდენიმე კაცმა ის ქვიშიდან ამოთხარეს, სადაც შეჯახების შემდეგ ნაწილობრივ იყო ჩაფლული. მისი თქმით, აპარატი ოვალური ფორმის იყო, დაახლოებით 30 ფუტი დიამეტრში, 2 მბრუნავი სავარძლით და კაბინით, რომელიც უცნაური ინსტრუმენტებით იყო სავსე. მან მოგვიანებით აღწერა ეს როგორც რაღაც, რაც ბევრ ადამიანს უნახავს მთელ მსოფლიოში. ცრემლის ფორმის სიგარა, აეროდინამიკური სიგარა. შემდეგ მოხდა დეტალი, რომელმაც ერთ დღეს ამერიკელებს აგზნობინა, რომ მარტოები არ იყვნენ. მისი თქმით, ობიექტთან ახლოს გაშლილ კარავში იმყოფებოდა ერთადერთი მგზავრის გარდაცვლილი ნეშტი. მგზავრი, ანუ უცხო პლანეტელი. მაშ, ზუსტად რას ამტკიცებდა სტანსელი, რომ ნახა? მისი სიტყვებით, არსება დაახლოებით 4 ფუტის სიმაღლის იყო და მუქი ყავისფერი კანი ჰქონდა. არსებას 2 ქუთუთო, 2 ცხვირის ნესტო, 2 ყური და პატარა პირი ჰქონდა. მისი თქმით, მას ეწვა ვერცხლისფერი მეტალის კომბინიზონი და იმავე მასალისგან დამზადებული ქუდი. სტანსელის თქმით, ის მარტო არ იყო. იმ დღეს იქ მყოფმა სხვა ტექნიკოსებმაც, როგორც ამბობენ, იგივე დაინახეს. და ახლა ყველაზე უცნაური ნაწილი მოდის.
მეოთხე, გასაიდუმლოებულ სამთავრობო დოკუმენტებში სადაზვერო ოფიციალური პირები არტურ სტანსელს, როგორც ამბობენ, ფრიც ვერნერის სახელით მოიხსენიებდნენ. ამ დოკუმენტებში აღწერილია, როგორ გადაიყვანეს სტანსელი და სხვა ტექნიკოსები ავარიის ადგილზე ავტობუსით, რომლის ფანჯრებიც შავად იყო დაფარული. შემდეგ 2024 წელს ინტერნეტში გამოჩნდა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ვერნერს ეხებოდა. ის შეიცავდა შეტყობინებებს, რომლებიც გაცვალეს ASHS-ის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და კრისტოფერ მელონმა, სენატის დაზვერვის კომიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც მოგვიანებით პენტაგონის UAP-ების გამოძიებაში ჩაერთო. მათ შორის მიმოწერაში ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ სიმართლე კინგმანის ავარიის შესახებ ხალხს პირღია დატოვებდა. მან ამ ინციდენტზე ისაუბრა ისე, თითქოს ეს საკითხი აქტუალური იყო 2020-იან წლებშიც კი და გავრცელებული ინფორმაციით თქვა: ინფორმაციას ვაგროვებთ. ეს ისეთი ფორმულირებაა, რომელიც შეიძლება აღიქმებოდეს როგორც აღიარება იმისა, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ ახშობს ან აგროვებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. თუ ეს შეტყობინებები ნამდვილია, ჩანს, რომ თითქოს და მაღალი თანამდებობის პირი თვლიდა, რომ სტანსელის არაჩვეულებრივ განცხადებაში გარგული ბებში გარკვეული სიმართლე მაინც იყო. სამწუხაროდ, ახლახან გამოქვეყნებულ დოკუმენტებში კინგმენის ისტორიას ბევრი კონკრეტული მტკიცებულება არ ემატება. მაგრამ ეს ბრალდებები გვახსენებს ერთ შემთხვევას, რომელიც დიდ ბრიტანეთში მოხდა. მესამე, მრავალი წლის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევებისა და CIA-სთან დაკავშირებული ამოუცნობი ობიექტების გამოძიებისადმი მზარდი უნდობლობის შემდეგ შეიქმნა კონდონის კომიტეტი. ეს იყო პროექტი, რომელსაც აფინანსებდა ASHS საჰაერო ძალები და კოლორადოს უნივერსიტეტი, რათა სამეცნიერო თვალსაზრისით შეესწავლათ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. ერთ-ერთი შემთხვევა, რომელმაც კომიტეტის ყურადღება მიიპყრო, 1956 წელს მოხდა RAF Bentwaters's ბაზაზე, საფოლკში, ინგლისში. რადარის ოპერატორებმა დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც რამდენიმე 1000 მილის სიჩქარით მოძრაობდა საათში. შემდეგ კი მოულოდნელად რადარმა ათეულობით ასეთი ობიექტი აჩვენა. ანგარიშების მიხედვით აპარატურა შეამოწმეს და დაადგინეს, რომ იგი გამართულად მუშაობდა. მოწმეების თქმით, პატარა ობიექტები სწრაფად დაქროდნენ ბევრად უფრო დიდი ობიექტის გარშემო და ამ მოვლენას რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე ადევნებდა თვალს. ძალიან მსგავსი რამ მოხდა ახლოს, RAF Lakenheath-ში. იქ ობიექტი არა მხოლოდ რადარზე დაფიქსირდა, არამედ გავრცელებული ინფორმაციით ვიზუალურადაც დააფიქსირეს. მოწმეებმა აღწერეს, რომ ობიექტი ცაში სრულიად გაჩერდა, მყისიერად დააჩქარა და უჩვეულოდ დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა. Lakenheath-ის პერსონალმა დაუკავშირდა RAF Neistat's, რომელიც ასევე საფოლკში მდებარეობს და მათ სასტრაფოდ გაუშვეს De Havilland Wenham-ის ღამის გამანადგურებელი ობიექტის შესაჩერებლად. Wenham-ის ორკაციანმა ეკიპაჟმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ობიექტი როგორც რადარზე, ასევე უშუალო ვიზუალურად დაინახეს. შემდეგ კი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სამიზნე მათ უკან გამოჩნდა, სანამ რეაგირებას მოასწრებდნენ. საბოლოოდ, რეაქტიულ თვითმფრინავს სათვავი ეწურებო და იძულებული გახდა შეწყვიტა დევნა და დაფრენილიყო. კონდონის ანგარიში მოგვიანებით ეს შემთხვევა აღწერეს როგორც ყველაზე დამაბნეველი და უჩვეულო საქმე, რომელიც ოდესმე გამოუძიებიათ. აბა რა იყო ზუსტად ეს ობიექტები, რომლებიც როგორც ჩანს, სამხედრო თვითმფრინავებზე სწრაფად და უკეთ მანევრირებდნენ? იყო თუ არა ისინი დაკავშირებული იმავე ფენომენთან, რომელზეც ამერიკელი სატესტო პილოტები და რადარის ოპერატორები ცივი ომის პერიოდში სხვადასხვა ადგილას იუწყებოდნენ? მეორე შემთხვევა. X-15-ის პილოტი, ჯოზეფ უოკერი, მახის 4 სიჩქარით მიფრინავდა, როცა რადიოში თქვა: ორი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ახლახან გადამფრინდა თავზე. ისინი პირდაპირ მის გვერდით გაფრინდნენ. ისინი 3400 მილის საათში სიჩქარით მიფრინავდნენ, რაც იმ დროისთვის არსებულ ნებისმიერ თვითმფრინავზე სწრაფია. ჯოზეფ უოკერმა თქვა, რომ დაახლოებით 200 ფუტამდე მიუახლოვდა მათ და დაინახა, რომ ისინი დისკოს ფორმის იყვნენ. ჯოზეფ უოკერს აღარასოდეს მიუღია შესაძლებლობა, რომ მოგვიანებით ესაუბრა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, რადგან 1966 წელს ჯგუფური ფრემის დროს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მაგრამ მისი სიტყვები დაემთხვა მაიორ რობერტ უაიტს, კიდევ ერთ X-15-ის პილოტს. ის 314,000 ფუტის სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც რამდენიმე ობიექტი შენიშნა, რომლებიც მის სიახლოვეს დაფრინავდნენ. მან ჟურნალ Times უთხრა: იქ რაღაცებია, ნამდვილად არსებობს, დვილად არსებობს, ეს ბოლო ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი 2014 წელს The Guardian-მა დასვა კითხვა: იქნებ უცხოპლანეტელების არსებობის დაფარვის ნაცვლად ნამდვილი შეთქმულება ისაა, რომ გვარწმუნებენ დავიჯეროთ მათი არსებობა. სტატია ეხებოდა, როგორც ჩანს, CIA-სთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ოპერაციას, რომლის ფარგლებშიც ყალბი საიდუმლო UFO-ს დოკუმენტები განზრახ გაავრცელეს საზოგადოებაში. ეს დოკუმენტები ცნობილი გახდა როგორც Majestic 12-ის მასალები. საიდუმლო ფაილები, რომლებიც თითქოს დაამტკიცებდა, რომ ASHS-ის მაღალი თანამდებობის პირები 10 წლეულების განმავლობაში მალავდნენ უცხოპლანეტელებთან კონტაქტის მტკიცებულებებს. თუმცა დოკუმენტები გამჟღავნდა როგორც ფალსიფიკაცია, დეზინფორმაცია, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ გაეზარდა UFO-სთან დაკავშირებული ისტერია და არა დაეწნარებინა იგი. ამ ყველაფერმა გაანადგურა UFO-ს მკვლევარი პოლ ბენოვიცი. მას შემდეგ, რაც მან მიიღო თითქოს და გაჟონილი ინფორმაცია საჰაერო ძალების სადაზვერო თვაროებიდან, ის დარწმუნდა, რომ უცხოპლანეტელები დედამიწაზე მოქმედებდნენ. შემდეგ მას მძიმე ფსიქოლოგიური კრიზისი დაემართა.
ასე რომ წლების განმავლობაში დოკუმენტები გვიჩვენებს, რომ სადაზვერო სააგენტოები აფრთხილებდნენ, რომ ამერიკის საზოგადოება მასობრივი ისტერიის მიმართ მოწყვლადი იყო, რაც UFO-ებს უკავშირდებოდა. თუმცა არსებობდა ბრალდებები, რომ ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ზოგიერთი წრე აქტიურად აღვივებდა იმავე შიშებს. რატომ? არავინ იცის. მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს ფსიქოლოგიური სტრატეგიის საბჭოზე, რომელიც ცივი ომის ეპოქაში შეიქმნა ამერიკული ფსიქოლოგიური ოპერაციებისა და პროპაგანდის კოორდინაციისთვის. სოთა იდეას შეუძლია ისე ეფექტურად დაატყვევოს საზოგადოების წარმოსახვა, როგორც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები და პატარა მწვანე კაცუნები. ყველა დოკუმენტი, რომელთა შესახებაც დღეს მოისმინეთ, რეალურია, მაგრამ როგორც ისტორია გვიჩვენებს, ფაქტებსა და გამონაგონს ხშირად ერევათ ერთმანეთში. განსაკუთრებით მაშინ, როცა მთავრობები, შიში, პროპაგანდა და უცნობი ერთმანეთს ეჯახება. სიმართლე სადღაც იქაა და შეიძლება ძალიან ადამიანური იყოს. ან იქნება არც არის. მაგრამ თუ მტკიცებულებას ეძებთ, ის მხოლოდ პენტაგონის არქივებში აღარ არის დამარხული. ის ახლო კონტაქტებშია, რომლებიც უშუალოდ ნახეს მომზადებულმა პერსონალმა, ვინც ზუსტად იცოდა რა უნდა ყოფილიყო და რა არ უნდა ყოფილიყო მათ წაში. გაიგეთ, რა ნახეს მათ ASH სამხედროების მიერ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების გადაჭერის ამსახველ რეალურ ვიდეოში. ან უყურეთ ამას მის ნაცვლად.